დინამომ საშემოდგომო ეტაპი უფერულად დაასრულა. მარტვილში თბილისელებს მერანმა მოუგო. მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო. დინამოელები 23 წუთზე პენალტის დანიშნვას ითხოვდნენ. მთავარმა არბიტრმა ლაშასილაგაომ კი რობერტინიოს სიმულაციისთვის გააფრთხილა. დინამო მაინც გაიტანა. ანგარიში ალბერტ იაგუემ გახსნა. ვერანის ფეხბურთელები თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდნენ, მაგრამ კადრებში ჩანს, რომ მარცხენა მცველი ანზორ სუხიაშვილი ჩარჩენილი იყო. მეორე ტაიმში მერანმა გიორგი მანწკავას საქცევისთვის პენალტი მოიპოვა. დინამო თამაშგარეს დაფიქსირებას ითხოვდა, მასპინძლები კი მეკარის გაძევებას. საჯმა არც ერთის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პენალტი კი გიბიდიდავამ ცუდად შეასრულა. მას თორნიკე ზარფვა მაჯობა. 73 წუთზე სტუმრები კვლავ უშედეგოდ ითხოვდნენ პენალტს. მათი აზრით თორნიკე კაკუშაძემ ბურთი ხელით გააჩერა. მალე დინამოელებმა საკუთარ საჯარიმოსთან დანიშნული ჯარიმაც გააპროტესტეს. მთავარმა მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. მანწკავას ჩაწოდების შემდეგ კი ვალერი იობაშვილმა ეფექტური გოლი გაიტანა. წარმატებით შეგულიანებულმა მერანმა შეუტია და 2 წუთში დაწინაურდა. მანწკავას წამოწყებული და სუხიაშვილის გაგრძელებული შეტევა მუნინიტაპემ დააგვირგვინა. მარტვილის სტადიონი კი ოვაციებისგან დაინგრა. მერანი 2-1 დაწინაურდა. მსაჯებისადმი პრეტენზიაც ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ თბილისელებმა მეორე ტაიმი უხეიროდ ჩაატარეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. თუმცა დინამოს მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ წაგებაში მსაჯები დაადანაშაულა. სამწვრთნელო შტაბი გუნდს მეტოქესთან სათამაშო დამზადებს და არა მსაჯების წინააღმდეგობის დასაძლევად. მეგონა სერიოზულ ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა. დღეს რაც გვერდით მსაჯმა გააკეთა, ეს ფეხბურთელების დაცინვაა და მეტი არაფერი. თუ პრობლემა დინამოში უცხოელი მწვრთნელის მუშაობაა, თქვან და სახლში დღესვე წავალ. დაანებონ ფეხბურთელებს თავი და საქმეს სერიოზულად მოეკიდონ. მიუხედავად ამისა, რომ პენალი ვერ შეძლო პენალის რეალიზაცია, მაინც მოხერხდა ბიჭების ისე და ისე გუნდური და ბიჭების სულის კვეთებით, რომ უნდა მობილიზაცია გააკეთა და ერთი გოლიც და მეორე გოლიც ესეთი კარგი და ძალიან ფაქტურად ბედნის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ასე რომ მინდა ბიჭებს მიულოცო და დიდი მადლობა უთხრა ჩვენი ხელმძღვანელობის სახელით და მინდა აღნიშნო, რომ ბიჭებმა დღეს ის ჟინი და ის ყველაფერი გააკეთეს, რაც დღეს მაგათ მოეთხოვებოდა და დიდი მადლობა ისევ და ისევ ბიჭებს. დღევანდელ დღეჯერს იგი დატვირთული იყო ძალიან. დინამო ჩამოდიოდა პირველად ხდებოდა ისტორიაში მარტვილის გუნდში და ძალიან სასიამოვნო თამაში იყო, ძალიან რთული თამაში ჰქონდა და მით უმეტეს გოლი რო გავიტანა და გათანობდა. ძალიან დიდი სიხარული მომამეჭა ყველაფერმა, გუნდს უფრო მეტი თავჯერობა შემატა და რაღაც სახეზე გამარჯვება მოვიტანეთ.